ისეთ ნიადაგში, რომელიც არის საუკეთესო, ეს თესლი თუ დაიცესა, აღმოცენდება და ზოგი გამოიღებს 31 მარცვალი, 30, ზოგი 60, ზოგი 100 მარცვალს ერთი მარცვალი და ეს გადაფარავს მე აი ამ დანაკლისს. გადაფარავს და აუცილებლად ეს თესლი აღორძინდება. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უნდა მოხდეს, ეს განახლება უნდა მოხდეს მარადიულად. და თესვარი გამოვიდა, თესვარი უკვე თესვად გამოსულია, ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ქადაგებს და ვისი საშუალებით ქადაგებს, თავისი მოწაფეების საშუალებით ქადაგებს, მოციქულების და ეს გრძელდება და გრძელდება დღევანდელ დღემდე. და ეს უნდა ხდებოდეს. ოღონდ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ ის ნიადაგი, სადაც ეს თესლი უნდა ჩაითესოს. თუ ჩვენ ვართ გვინდა რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ თესვის პროცესში. ჩვენ თესვარები ვართ თუ არა ვართ. და მე გეტყვით რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. ჩვენ უნდა ჯერ ვიყოთ ნიადაგი და მივიღოთ ეს თესლი ჩვენში, რომ ჩვენში ეს თესლი აღმოცენდეს და ჩვენ ეს საფრთხოს სწავლება კარგად უნდა შევისწავლოთ. ეს არის პირდაპირი ჩვენი ვალდებულება. მოვალეობა, ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ქრისტიანის ეს არის რომ კარგად შეიმეცნოს საფრთხოს სწავლება. რისთვის? იმისათვის რომ ეს როგორც ნიადაგმა მიიღოს და აღმოაცენოს და ისარგებლოს ამითი და იმისათვის რომ თვითონაც კონდეს წვდომა აი ამ თესლთან, ანუ ღვთის სიტყვასთან, რომ ქრისტიანის ვალდებულება უშუალოდ იქადაგოს, გადაყაროს ეს თესლი ხალხში, ადამიანებში. სულ როგორც პავლე მოციქული ეუბნება თავის მოწაფე ტიმოთეს, როდესაც არის ქადაგების დრო უნდა იქადაგო და როდესაც არ არის ქადაგების დრო, მაინც უნდა იქადაგო, ჟამითი და უჟამით. ესე იგი, აი სულ უნდა ქრისტიანი ამას ცდილობდეს, რომ ეს თესლი გავრცელდეს, რომ ეს ღვთის სიტყვა ვრცელდებოდეს ადამიანებში, რატო? იმიტომ რომ თესლი თუ არ დაითესა, ესე იგი, თუ დაითესა და თუ სხვაგან ცუდადოზე მოხდა არავიშავს, მაგრამ თუ დაითესა ეს თესლი და თუ მოხდა კარგ ნიადაგში ერთიც რო ჩავარდეს. ესე იგი ეს შრომა, ხარჯი მთესვარის არის ანაზღაურება. და რას ნიშნავს ანაზღაურება? რომ ეს თესლი გაიხარებს და რომ მოხდება ეს ფერისცვალება ადამიანში. იგი მიიღებს ამ თესლს. აი ჩვენ უნდა მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ დაუღალავი ერთგული მთესვარები, ამისათვის კარგად უნდა შევისწავლოთ ღვთის სიტყვა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს აი ღვთის თესლის გამრავლება და ადამიანების ქრისტესთან მოსვლა. ჩვენთან არს ღმერთი.